კიდევ ერთი უარი ძალადობაში მხილებულ პოლიციის ექს-მაღალჩინოსანს ელექტრონული სამაჯური ძალაში სააპელაციო სასამართლომაც დატოვა. იოსებ სიგუას ხმაურიან სასამართლო პროცესზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ბრალდების მხარე დღეს სხდომათა დარბაზში ამტკიცებდა, რომ სიგუა ნარკოტიკების მომხმარებელია და ის ალკოჰოლსა და აზარტულ თამაშებზეა დამოკიდებული, რასაც დაცვის მხარე კატეგორიულად უარყოფდა. ირკვევა, რომ დაპირისპირება ცოლ-ქმარ შორის მაშინ დაიწყო, რაც სოფო სიგუას მტკიცებით ექს-მაღალჩინოსანმა მას დიდი ოდენობით თანხა მოპარა. მორიგი სკანდალური ჩვენების დროს იოსებ სიგუას ყოფილმა ცოლმა მოსამართლეთა კოლეგიის წინაშე დეტალურად ისაუბრა, რომ მამაკაცი მასზე სისტემატიურად ძალადობდა, მათ შორის მცირეწლოვანი შვილების თვალწინ და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითაც. ირკვევა ისიც, რომ 12 საათის შემდეგ ძალადობის მსხვერპლ ქალს გარეთ გასვლაც კი აკრძალული ჰქონდა, ვერც ქორწილსა და კორპორატიულ საღამოებზე მიდიოდა. კაცი, რომელიც კრიმპოლის ორგანიზებულ დანაშაულთა ბრძოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი უნდა ყოფილიყო, ახლა დამნაშავეების დევნის ნაცვლად საკუთარ სასამართლო პროცესებზე დადის. ის ბრალდებები, რაც დღეს სხდომათა დარბაზში ისმოდა მოსამართლეთა კოლეგიისთვის, აღმოჩნდა საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ ძალადობის განმეორებით ჩადენი საფრთხე რეალურია და სიგუა ისევ ელექტრონული ზედამხედველობის ქვეშ დატოვა. ამას ძალიან ბევრი ხალი უყურებს ახლა რა ამ რეალობას. ეგ იცით რას ნიშნავს? ახლა მე რომ ამათმა მომიხსნან ეს სამაჯური, ეს შემაკავებელი ეგ ნიშნავს იმას, რომ ყველა ხალი, როგორც მე ამდენი 13 წლის მანძილზე ვიყავი ჩუმად, ეგრე უნდა იყოს ისინი ჩუმად იყვნენ და ელოდნენ, როდის მოკლავენ. არ შეიძლება დაუშვებელია დღევანდელ რეალობაში ქალები იყვნენ ასეთ ტყვეობაში, როგორშიც მე ვიყავი და ჯერჯერობით კიდევ ერთი პროცესი გველის წინ ის ასაჩივრებს და ასაჩივრებს, როგორც ჩვენ ძალიან უყვარს ეს პროცესები და არ წყდება მისი საჩივრები ჩემს მიმართ და დედა ჩემის მიმართ. დაზარალებული ქალი ამტკიცებს, რომ ძალადობის შესახებ ინფორმაცია 112-ს არაერთხელ მიაწოდა, თუმცა ფაქტზე შესაბამისი უწყებები არ რეაგირებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნისთვის არც ჯარიმა და არც შემოკავებელი ორდერი არ გამოუწერიათ. წარდგენილია ექსპერტიზის დასკვნები, რომ რაიმე სახის დამოკიდებულება ნარკოტიკთან, ალკოჰოლთან ან სხვა მავნე ჩვევებთან დაკავშირებით ბატონ იოსებ სიგუას არ ახასიათებს. ერთ-ერთი გარემოება შეეხება, რომ ბატონი სოსო აკონტროლებდა თითქოს და მის ჩაცმულობას და უგზავნოდა მათ შორის ისეთი კაბების ჩაცმას, რაც ქალბატონი სოფიოსთვის იყო სასურველი და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გადაამოწმოს ქალბატონის სოფიოს სურათები, რომელიც მას გათავსებული აქვს არაერთ სოციალურ გვერდზე, რომელიც საჯაროა და შესაბამისად აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებაც კი გაცემს კითხვას, რომ ბატონი იოსებ სიგუას მხრიდან რაიმე სახის აკრძალვებს ამ ნაწილში ადგილი არ ჰქონდა. ამის პასუხად დღეს სოფო სიგუამ გაიხსენა, როგორ ეკავდა 112-ში, თუმცა რეაგირების ნაცვლად პოლიციის მოძალადე მაღალჩინოსანს ეუბნებოდა, რომ ცოლის ძარი იყო შესული. ის უტრირებდა იმით, რომ მე თუ ალკოჰოლ დამოკიდებული ვარ, როგორ შეიძლება ერთი ჯარიმაც არ მქონდეს, ან ნარკოტიკ როგორ შეიძლება მას ჯარიმა ჰქონდეს, როდესაც პატრულში ვრეკავ 112-ზე 4ჯერ და მეორე ზარზევე, პირველ ზარზე თვითონ უკავშირდება ჩემ ადვოკატს და ეუბნება, რომ გააუქმოს ზარი. ვრეკავ ისევ 112-ში და ვეუბნები, საიდან იცის მოძალადემ მე რომ თქვენ დაგირეკეთ. აი ამ რეალობაში, ამ დღის წესრიგში, როგორ შეიძლება მას ჰქონდეს
ჯარიმა, ეგ არის აბსურდი. არსებობდა მომეტებული რისკი, მომეტებული საფრთხე იმისა, რომ მსხვერპლის სიცოცხლის და ჯანმრთელობას შეექმნებოდა რაიმე საფრთხე და სწორედ ამიტომ იყო საჭირო ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება და არ იყო საკმარისი შემაკავებელი ორდერი. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. იოსებ სიგუა კვლავ ელექტრონული სამაჯურით გადაადგილდება. თავად სიგუამ დღეს სააპელაციო სასამართლო მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა.